UFC 2025 წლის ოფიციალური რეიტინგი გამოაქვეყნა საბმიშენების და ნოკაუტების. რა თქმა უნდა, ამ რეიტინგში ქართველებიც მოხვდნენ. ეს ვიდეო იქნება ძალიან საინტერესო და ინფორმატიული. აქ ნახავთ თქვენ ძალიან ბრუტალურ და სასტიკ ფინიშებს. იქამდე კიდევ დაალაიქეთ ვიდეო, მე კიდევ ვიწყებ. რა თქმა უნდა, ვიწყებთ იმით, რის გულისთვისაც ჩვენ MMA-ის კომაგები უყურებთ ამ სპორტს ძირითადად. ეს არის ნოკაუტები. 2025 წლის ყველაზე სასტიკი და ბრუტალური ნოკაუტების top 5. ეს რეიტინგი UFC-ის ექსპერტებმა შექმნეს. ზოგ რაღაცაში ვეთანხმები, ზოგ რაღაცაში არ ვეთანხმები. საინტერესოა თქვენი აზრი, დაწერეთ კომენტარებში ამ ვიდეოს რო უყურებთ ბოლომდე. თქვენი პირადი რეიტინგი, ჩემთვის იქნება ძალიან საინტერესო ამ რეიტინგის წაკითხვა. მეხუთე ადგილს იკავებს ავსტრალიელი პროსპექტი კუელან სალკილდი. ის UFC-ში სულ რაღაცა 2 წლის განმავლობაში იბრძვის. არ წაუგია UFC-ში საერთოდ, 4 გამარჯვებიანი ვინსტრიკით მოდის, სადაც მოიპოვა 2 ნოკაუტი, 2 გადაწყვეტილება. UFC 321-ზე სალკილდი დაეჯახა ნასრათ ჰარპარას და პირველივე რაუნდის შუაში ერთი დარტყმით, ერთი ფეხის დარტყმით გაუშვა ის ძალიან ღრმა ნოკაუტში კი არა, მოკლედ გათიშა. ეს იყო ძალიან ბრუტალური და სასტიკი ფინიში, რომელმაც ის ჩასვა რეიტინგში მეხუთე ადგილზე. წლის საუკეთესო ნოკაუტების მეოთხე ადგილზე გადის ჩვენი ქართველი მებრძოლი ილია თოფურია, თავისი უმაგრესი ფინიშით ჩარლზ ოლივერასთან. პირადად მე ამ ნოკაუტს რეიტინგში ცოტათი მაღლა დავაყენებდი, იმიტომ რომ ამ ბრძოლას ჰქონდა ძალიან დიდი ისტორია. ილია თოფურიამ ამ ბრძოლით მოიპოვა მეორე ქამარი და გახდა ერთადერთი ადამიანი ამ პრომოუშენში, რომელმაც 2 ქამარი თავის მხარზე ჩამოიკიდა, ისე რომ საერთოდ არ წაუგია თავის კარიერაში. მოდით გავიხსენოთ ეს ტრიუმფი. Well, he's already busted up. მესამე ადგილზე არის კარლოს პრატესის უსაშინლესი ნოკაუტი ჯეფ ნილთან. პირველად პრატესი UFC-ში 2023 წელს გამოჩნდა და 5 ზედიზედ ბრძოლა მოიგო და რაც თავარია, ყველა ბრძოლა მან დაასრულა ნოკაუტებით. თუმცა 2025 წლის აპრილში ეს სერია მას შეუწყვიტა იანმა ჩადაგერიმ, მართალია ეს საჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა კარლოსი, მაგრამ 3 თვეში დაბრუნდა და შეხვდა ზუსტად აი ამ ადამიანს. ნუ ყველა მიცით რომ ერთი რაუნდი გრძელდება 5 წუთს. ხო და ამ სპორტსმენებმა 4 წუთი და 59 წამის განმავლობაში ძალიან მაგრად იჩეხავეს, სასტიკად იჩხუბეს, სადაც პრატესი შედარებით უკეთესი იყო და ბოლო წამებზე გონგთან ერთად პრატესმა ბრუნში იდაყვი გაისროლა და თან ისეთი იდაყვი, რომ პირდაპირ საფეთქეში მოხვდა თავის ოპონენტს და ის ეგრევე დაწვა. Oh, nice knee up. Oh! That fight is over! Right at the gun! Indeed a one-round fight! Carlos Prates with a step და მეორე ადგილზე არის მაურისიო რუფი თავისი ბირთვული ნოკაუტით. ბრაზილიელი მარტის თვეში ბობი გრინს დაუპირისპირდა და ბრუნში ფეხით ულამაზესად გათიშა თავისი ოპონენტი პირველივე რაუნდის მეორე წუთზე. მან ბრუნში ქუსლი გაისროლა და ეს ქუსლი პირდაპირ საფეთქეში მოხვდა თავის ოპონენტს, გაიფორმა უმაგრესი ნოკაუტი, თავისი ბონუსი და ამ რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა. He did wait kick Green up. Oh my goodness. That was a switch.
და პირველ ადგილზე არის დაუმარცხებელი ბრიტანელი ლერონ მორფი. ამ ადამიანს თავის კარიერაში მარცხი საერთოდ არასდროს არ უნახია. იმ მომენტისათვის ის UFC-ში 8-ზე ძედ გამარჯვებით მოდიოდა და ძირითადად თავის ბრძოლებს გადაწყვეტილებით იგებდა ხოლმე. მორფი UFC 319-ზე შეხვდა არონ პიკოს და ის ხანმოკლე რაუნდი რაც კი გრძელდებოდა ბრძოლა, პიკო უკეთესი იყო და დომინირებდა, მაგრამ ერთ მომენტში მორფიმ გაისროლა ბრუნში უსაშინლეს იდაყვი და მოახვედრა თავის ოპონენტს და ეგრევე მოკლა ადგილზე. ეს იყო ძალიან ეფექტური ნოკაუტი. აი ვისაც ონგბაკის ფილმი გინახიათ, აი ზუსტად ისე გათიშა და დაიკავა ამ რეიტინგში პირველი ადგილი. So much pressure. Spinning attack. Two spinning back elbows in one night. ეხლა კი გადავხედოთ საბმიშენების top 5-ს, ანუ საუკეთესო მახრჩობელებს და მტკივნეულ ილეთებს. ამ რეიტინგში მეხუთე ადგილს დამსახურებულად იკავებს ვალტერ უოკერი, რომელმაც 2025 წელს 3 ბრძოლა ჩაატარა, 3-ვე მოიგო, 3-ვე პირველ რაუნდში და 3-ვე ოპონენტს მოაგლიჯა ფეხი. მან პრაქტიკულად თავის 3-ვე მეტოქეს ხუსლი ამოაგლიჯა. ეს იმდენად ეფექტური ფინიშები იყო, რომ ორგანიზაციამ 3-ვე ფინიში შეიყვანა ამ რეიტინგში მეხუთე ადგილზე და მოდით გადავხედოთ ამ 3-ვე საბმიშენს. Who's Debo? Yep, got him down. And he got that leg down. Oh, he's going for the leg already. Again. Oh, he's got it again. It's back-to-back heel hooks for the Green Monster. Walk. Weight class. Certainly in the head. Beautiful shot. The hand here. Get his hip forward. Oh, slipped off when he went for it. Oh, but he taps. He got it again. 3 heel hooks in a row for the Clean Monster. Inside a minute. Unbelievable. The power on you. This is where Mills and me, a front leg right there. He's going for it again, guys. The Clean Monster. Oh my God. Walker Walker continues his assault on the Clean Monster. რეიტინგის მეოთხე ადგილს იკავებს ენტონი ჰერნანდესი, რომელიც UFC-ში დღესდღეობით დაუმარცხებლად მოდის, მას 8 გამარჯვებიანი სტრიკი აქვს და მეოთხე ადგილზე ის მოხვდა ჩვენი ქართველი რომან დოლიძეს დახრჩობის მეშვეობით. მოკლედ პირველი ადამიანი არის ჰერნანდესი, რომელმაც მოახერხა დოლიძის დაფინიშება და მოდით გავიხსენოთ ეს წეული დღე. He made that look easy. და საბმიშენების რეიტინგის მესამე ადგილს იკავებს 2 გზის ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში ქალი მებრძოლი კაილა ჰარისონი. ის UFC 316-ზე შეხვდა სატიტულო ბრძოლით ჯულიანა პეინას, ყოფილ UFC-ს ჩემპიონს და დაასაბმითა ის ხელზე მტკივნეულით, რომელსაც ჰქვია კიმურა. აღსანიშნავია, რომ კაილას ორგანიზაციაში 3 ზედ გამარჯვება დაჭირდა იმისათვის, რომ გამხდარიყო UFC-ს ჩემპიონი და ეხლა 2026 წლის 24 იანვარს იქნება სასწაული ბრძოლა, სადაც ის კამარზე იჩხუბებს ამ სპორტის ლეგენდასთან, ყველა დროის საუკეთესო მებრძოლ ქალთან, ამანდა ნუნესთან. ამ დღეს ველოდებით ძალიან მაგრად. ეხლა კიდევ ნახოთ ის კიმურა, რომელმაც ეს გოგონა გაიყვანა რეიტინგში მესამე ადგილზე.
მეორე ადგილს იკავებს ჟან სილვამ, რომელმაც UFC-ში ჯერ 5 შეხვედრა ზედიზედ მოიგო და მერე შეხვდა ბრაის მიჩელს. სწორედ იმ ბრაის მიჩელს, რომელიც ამ ბოლო დროს უნიჭოდ კმენს ილია თოფურიას. სილვამ ფერმერის სექტანტი ისე ლამაზად გაგუდა მეორე რაუნდში, რომ მართლა დამსახურებულად იკავებს ამ რეიტინგში მეორე ადგილს. There's the tap. Good war. John Silva submits Bryce Mitchell. He choked him asleep. Wow, get down. He broke him down. Beat him in his own game. He broke him down and submitted him. Here. და წლის საუკეთესო საბმიშენი მერაბ დვალიშვილს ეკუთვნის. მან UFC 319-ზე სარევანშო ბრძოლაში ტიტულზე შონომელი დაახჭა და ეს გააკეთა ძალიან ლამაზად. ამ დღეს ჩვენ ქართველები არასდროს დავივიწყებთ. საქართველოს მიყვარხარ, გენაცვალე ჩიგრებო! ეს იყო UFC-ს შედგენილი top 5. ეხლა კი თქვენ დაწერეთ კომენტარებში თქვენი პირადი რეიტინგი. ყველას გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, დონაციისთვის, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე კიდევ ამით გემშვიდობები. არასდროს დაჩაგროსულ